ნორმის შინაარსზე არც ერთ ნორმატიულ აქტში შესაბამისად შეგვიძლია რომ თუ შეკითხვები არ არის კიდევ. მადლობა. ერთ შეკითხვასაც დაგისვამთ. კონკრეტულად მაინტერესებს სამედიცინო უნივერსიტეტის შემთხვევა. ეს უნივერსიტეტი ბოლო წლებია განსაკუთრებით განვითარდა იმითი, რომ მას აქვს საერთაშორისო სტუდენტებთან შეხება და ეს რაოდენობა ყოველწლიურად არის მზარდი. ამ საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან შემოტანილი გადასახადებით ამ უნივერსიტეტს ძალიან ბევრი სარგებელი აქვს, მათ შორის ქართველ სტუდენტებსაც. 400 მილიონამდე არის თანხა, რომელიც არის შემოსავალი აი ამ დიახ. მაინტერესებს, როგორ აპირებთ, რომ აანაზღაუროთ ის საკითხი, რომელიც თქვენს ახალ კანონპროექტში არის და რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ ეყოლებათ საერთაშორისო უცხოელი სტუდენტები, მაშინ როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ეს მიმართულება მოვანი იყო შემოსავლის თვალსაზრისით, სარგებლის თვალსაზრისით და ფაქტიურად თვალსა და ხელშუა ჩვენ ვხედავთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს ბევრი სარგებელი ჰქონდა ამ კონკრეტული მიმართულებიდან. მადლობა. რეგლამენტი არ ითვალისწინებს მესამე მოსმენით ამ კითხვას, თუმცა შეგიძლიათ უპასუხოთ. მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან საინტერესო შეკითხვა, უბრალოდ დავაზუსტებთ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩვენი ინფორმაციით ქართული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ყოველწლიურად აგენერირებს 5 მილიონ ლარს, უცხოური პროგრამებიდან 80 მილიონ ლარს და არა 400 მილიონს. მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა ვადასტურებთ ამას, რომ 80 მილიონს აგენერირებს უცხოელი სტუდენტებიდან. გაცხადებული პოლიტიკა ჩვენი გახლავთ ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არ გახლავთ კომერციული უნივერსიტეტი, ჩვენი ინტერესი არ გახლავთ ფულის გენერირება, ჩვენი ინტერესი გახლავთ ქართული სამედიცინო პროგრამების იმგვარად განვითარება, რომელიც აწევს ხარისხს და მივიღებთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ ბატონო ლადო დამეთანხმება, რომ გვაქვს მედდებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა, დეფიციტი, არა მარტო ჩვენ მქონდა სამედიცინო უნივერსიტეტთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა და ეს ძალიან ხშირად ხდება. ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, რა მიმართულებებით შეიძლება უნივერსიტეტი განვითარდეს, მათ შორის ახალი ქართული პროგრამები დაემატოს. ხელმძღვანელობისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ აქვთ უკვე ზუსტი ხედვა, როგორ შეიძლება ახალი დამატებითი პროგრამები იქნას მოძიებული. ამასთან ერთად ჩვენ ვადასტურებთ, რომ მათ აქვს ძალიან საინტერესო ემორის პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რა თქმა უნდა მას არაფერი არ ემუქრება, აქ საუბარია მხოლოდ უცხოური კონტინგენტის მოზიდვაზე, ძირითადად აზიური წარმოშობის მოქალაქეებიდან, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქეები ყავთ. რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, ვადასტურებთ იმას, ეს ჩემი ნათქვამი არ არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველი განაცხადა, როდესაც რექტორთა შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს არის მზად, რომ ბიუჯეტიდან მოახდინოს დაფინანსება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნივერსიტეტს განვითარებისთვის ჭირდება, ანუ 80 მილიონი ლარი იქნება 50 მილიონი თუ 55, რამდენიც მათ საჭიროება ექნებათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება მოხდება, სხვათა შორის ეს რამდენჯერმე იქნა გაჟღერებული, ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის ამ ნაწილში. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ გვესმის, რასაც ვამბობთ, ჩვენ ამ კვოტას არ დავკარგავთ. ქვეყანა ამ კვოტას არ დაკარგავს, ეს კვოტას ვეცდებით, რომ გადანაწილდეს კერძო უნივერსიტეტებზე, იქ არის გამონაკლისიც, ამასაც გეტყვით, რომ შეიძლება იყოს კონტინგენტი ისეთი, რომელსაც უნდათ, რომ აუცილებლად სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ამასაც ვადასტურებთ, იმიტომ რომ ეს ინფორმაციაც გვაქვს, თუმცა ხვედრითი წილი ჩვენი ინფორმაციით არის საკმაოდ პატარა, მათთვის საინტერესოა, რომ მქონდეთ ისეთი დიპლომი საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული, რომელიც გამოადგება შემდეგ სამედიცინო საქმიანობაზე და საექიმო საქმიანობაზე მათ ქვეყანაში იქნება აღიარებული და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ნაწილზე გიდასტურებთ, რომ ქართულენოვანი პროგრამების გაცხადებულად ვაპირებთ მის განვითარებას, რაც შეეხება კომპენსირების ნაწილს, მისი კომპენსირება მოხდება საქართველოს ბიუჯეტიდან. მეც მოგესალმებით, სამედიცინო უნივერსიტეტთან დაკავშირებით დავამატებ, პროპორცია დავინტერესდი და რაც ვნახე არის ფაქტობრივად 55%, 45%-ზე, ანუ ძალიან მცირეა სხვაობა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის. 45%-ია უცხოელი სტუდენტები და ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, რადგანაც
სახელმწიფოებრივი ამოცანები აქვს და ასევე რაც შეეხება იმას, რომ კერძო უნივერსიტეტებს აკრედიტაცია შეუნარჩუნდებათ ახალი სტილით გაივლიან აკრედიტაციას მათ შორის სამკურნალო ფაკულტეტზეც, მაგალითად, საქართველოს არის ჯანდაცვის მსოფლიო ფედერაციის წევრი, შესაბამისად საქართველოში მიღებული ჯანდაცვის დიპლომი ამ შემთხვევაში უცხოელებისთვისაც ნებისმიერ ქვეყანაში იქნება გამოსადეგი და ის მიზნები, რაც აქვთ, როდესაც საქართველოს ჩამოდიან, ამ მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ. მადლობა. ბატონ ლადო. მეც ვისარგებლებ აი ამ ლიმიტ გარეშე ზუსტებით მადლობა ამისათვის. მე მინდა აქ აღვნიშნო ასეთი რამ სამეცნიერო ინსტიტუტის უნივერსიტეტის ახალ ეხება საქმე საქართველოს ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში არის სამეცნიერო განხრა ძალიან კარგი პროფესორით ძალიან კარგი გამოცდილებით და მე ვთვლი რომ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამ დიდებული პოტენციალის ერთად კოლაბორაცია საქმეს ადგება ძალიან საქართველოს მომავლისათვის იმ დაგროვილი ცოდნის გადაცემისა და ახალი თაობის აღზრდის მიმართულებით, რომელიც ეგზომით ჭირდება ჩვენ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სამთავრობო დონეზე, პრემიერის დონეზე, ასევე სამინისტროები, როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების ისინი ამას გაითვალისწინებენ და ეს იქნება კონსოლიდირება საქართველოს ისტორიული დაგროვილი ცოდნისა და ახალი თანამედროვე საშუალებებით სწავლის გაგრძელებისა და კოლაბორაციის შესანიშნავი მაგალითი. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონ ლადო ამ საკითხის დაყენებისთვის. ზოგადად მეც გავაკეთე პატარა კომენტარს. სამედიცინო სფეროში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ეს ეხმიანება როგორც ერთის მხრივ შესაბამისი კონტინგენტის მომზადებას მაღალი სტანდარტის და საერთაშორისო სტანდარტის მიმართულებით, მეორე ასევე ეხმიანება იმ რეზიდენტურის გამოწვევას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. დღეს სამწუხაროდ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების საკმაოდ დიდი რაოდენობა არის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ზოგი ვთქვათ შეჩერებული სტატუსით, ზოგი სხვადასხვა მიზნობრიობით ჩაბარებული თუ ასე შემდეგ, სამწუხაროდ შემდგომ უკვე ტოვებს ჩვენს ქვეყანას და მიდის თავის ქვეყანაში ამ ცოდნის გამოყენებისათვის და სახელმწიფო რესურსით ვერ ხდება შესაბამისი რაოდენობის კონტინგენტის აღზრდა იმისათვის, რომ სახელმწიფოშივე დარჩეს სამედიცინო სფეროში. სწორედ ამ გამოწვევას ეხმიანება ეს რეფორმა და ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის პერიოდშიც ახსენა ის ძალიან დიდი გეგმა, რაც არის როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტისა და მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულება, რომელიც უდიდესი ისტორიის მატარებელია, მათი კოლაბორაციით საუნივერსიტეტო კლინიკის ფორმირება, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება ჩვენს ქვეყანაში. დღესდღეობით საუნივერსიტეტო კლინიკის დეფიციტი არსებობს, ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც ტერიტორიულ ნაწილში, ასევე შინაარსობრივი დატვირთით და იმ ექსპერტებით, იმ კვალიფიციური პროფესორებით მნიშვნელოვან და ძირეულ ცვლილებას მივიღებთ სამედიცინო კონტინგენტის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ზრდაში. მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ კომიტეტის სახელით ბატონ ზვიაც, ბატონ დავიდს, ჩვენს არაჩვეულებრივ კოლეგას ბატონ მინისტრს, რომლებიც ძალიან საკმაოდ სიღრმისეული და მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწიეს აღნიშნული რეფორმის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონ პრემიერს, რომელმაც ისტორიული ინიციატივა დააყენა და ჩვენი ქვეყნის მომავალს ძირეულად შეცვლის უკეთესობისაკენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომიტეტის სახელით და გთხოვთ კომიტეტის წევრებს, რომ კენჭი უყაროთ მესამე მოსმენით წარმოდგენილ კანონპროექტს. დიდი მადლობა, წარმატებები, შემდგომ უკვე სესიაზე გავაგრძელებთ დანარჩენს.